პრინციპში მე გვინდა ყველაფერი მივიხილეთ ზოგადად. ახლა ყველა მთელი ყურადღება უნდა გადაერთოს ირანზე. ის რაც ირანში ხდება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და მათ შორის ჩვენი რეგიონისთვისაც გადამწყვეტი, იმიტომ რომ ირანში ისრაელისა და შეერთებული შტატების პირველმა ჩართულობამ ჩვენ გვიხსნა იმ სიგიჟისგან, რომელიც იყო 3+3 ფორმატი, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას სრულიად დაავიწყდა და იმ შემთხვევაში თუ ირანში იქნება ან დემოკრატიული, ან პროდასავლური ხელისუფლება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რეგიონალური დინამიკა კიდევ უფრო მეტად შეიცვლება, იმიტომ რომ რუსეთი დაკარგავს ბოლო ბასტიონს, რომელიც იყო მათი ძლიერი საყრდენი კავკასიაშიც, ზოგადად ჩვენთვის სამხრეთით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო როგორ განვითარდება მოვლენები ირანში. რა თქმა უნდა და ჩვენ გადაცემის დიდ ნაწილს დავუთმობთ ახლა მეორე ბლოკში ირანზე საუბარს. მადლობა თქვენ. საინტერესო ანალიზი გამოგვივიდა მე მგონი და ვიდრე დავასრულებთ ვენესუელას თემას ერთი პატარა სუბუქი დეტალი, რომელიც ახლდა ამ ამბავს ამ გატაცებას რამდენიმე საათში მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სრულად გაიყიდა Nike-ის ის მოდელი, რომელიც ნიკოლას მადუროს დაკავებისას ეცვა საიტზე ნაცრისფერი სპორტული ჟაკეტი და შარვალი $260 ღირდა. მე მართალი გითხრათ, ვერ ამოვხსენი, რატომ მოუნდათ ადამიანებს Nike-ის სწორედ იმ მოდელის ყიდვა, რომელმაც წარმატება ვერანაირად ვერ მოუტანა ნიკოლას მადუროს, მაგრამ ეს ასე მოხდა და ეს ფაქტია, რომ Nike-მა აშკარად ისარგებლა მადუროს გატაცებით. გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია, როგორც უკვე გითხარით, რეკლამის შემდეგ სანდრო ბაკურაძესთან ერთად დავბრუნდებით და განვიხილავთ იმას, თუ რა ხდება ირანში და რამდენ შეიძლება ეს ყველაფერი რეჟიმის სრულილებამდე ახლა მაინც მივიდეს. 10 იანვრიდან ფორმულა სრული სპრინტ და ყველა გადაცემით ბრუნდება პოსტსაშობ